გამარჯობათ. მე ვარ მინი წერტილი, კლან წერტილის სუს თავარი ადმინისტრატორი. და ამ ვიდეოში ვეცდები გასწავლოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ბიტბოქსში სკრაჩი. სიტყვებით ვერ დაგიხასიათებთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, თუ რა არის სკრაჩი. ეხლა ვიზამ სკრაჩს და თქვენ თვითონაც მიხვდებით რა არის. აი მაგალითად ესე, პირველი სკრაჩის პირველი ეტაპი არის ესა. სკრაჩის მეორე ეტაპი არის ესა. და სკრაჩის მესამე ეტაპი არის ის, რომ ესეც გააკეთო სკრაჩი და პლუს ბეისი დაამატო. აი ესე მაგალითად, აი ხო არა, აი ესე მაგალითად. და ესო დაამატო აი სკრაჩს. აი მაგალითად ესე. და ამ ვიდეოში გესწავლით სამივე ეტაპს. პირველ ეტაპში რა ხდება? ჩვენ უნდა დავჭიროთ ხელი ესე, ჩვეულებრივად. დავჭიროთ ხელი ესე. აი დააკვირდით კარგად და ზუსტად ეგრე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ამას, აი ამ ადგილს მივიტანთ ტუჩების, აი ამ ადგილზე, აი ეს აი აქ მივიტანთ. აი ესე. აი ესე და როდესაც მივიტანთ ჩვენ მაგ ადგილზე, აი უნდა ჩავისუნთქოთ აი ესე. ესე და გამოდის ესეთ მელოდია. და გამოვდის შემდეგ ეს სკრაჩი. ეხლა შემდეგ თუ როგორ უნდა ავაწყოთ სკრაჩი. აი მაგალითად ესე, დავწყოთ. ჩვენ აი და მოდესაც მივიდათ, გითხარით რომ უნდა ჩავისუნთქოთ ჰაერი ესე. და ეხლა ჩვენ ჰაერი ისე უნდა ჩავისუნთქოთ. აი ჩვენ ისე უნდა ჩავისუნთქოთ ჰაერი, აი მაგალითად ესე, აი ჰაერის დამიხედვით უნდა ააწყო ეგ ხმა. და მე შემდეგ მიიტან პირთან და ესე გამოვა. აი მოდი პირველი ეპიზოდი ვცადოთ. აი ესე უნდა ვქნათ, მივიტანთ. მეორე ეპიზოდი. მედია გასაგებია. შემდეგ მესამე ეპიზოდი, ბეიში რო გადავაბად. ეს არც ისე თუ ადვილი არის ბეიში გადამა. ჭირდება არც ისე თუ ნაკლები დიხანია. და მოდი დავიწყოთ. იმედი აი ვიცით ჩვენ ბეისი როგორ გკეთდება. ეს არის ბიტბოქსში ყველაზე მთავარი მელოდია, ანუ ხმა. გავაკეთოთ. ჯერ, როდესაც მივიტანთ ჩვენ ამას, სანამ ჩვენ ბუმს რო გავაკეთებთ, მე უნდა ჩავისუნთქოთ. და მე რო უკვე ვაპირებთ ბის გაკეთებას, პატარაზე უნდა გამოვწიოთ. ისე რომ მაყურებელმა ვერ შეამჩნიოს. ჩვენ აი რომ მაყურებელმა ვერ შეამჩნიოს ჩვენ წვალობთ თუ არა, აი მაგალითად ახლა როგორ გითხარით, აი ესე ვაკეთებთ სიტყვაზე. აი დავაკვირდით ხა? აი მე როდესაც ბუნქენი და როდესაც ბუნქენი ეს ხელი ცოტა იქიდან გავწინ. თორე ხელი რომ ეხლა მე ტუჩთან და ბუნს მაგ მომენტში ვაკეთებ შემიშლის ხელს. ამიტომ ბუნს როდესაც ვაკეთებ ცოტა გავწევთ ხელს და როდესაც უკვე მოვჩებით ბუნს და ვაპირებთ უკვე სკრაჩის გაკეთებას, მივიტანთ ისე ტუჩთან და ისევ გავაკეთებთ სკრაჩი. აი მაგალითად ესე. დიდი მადლობა ვიდეოს უყურებისთვის. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, დაწერეთ კომენტარების სახით.